ამერიკის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ქვეყნის საზღვარზე უფრო მკაცრი ზომების გატარების პირობა დადო, რაც უსაბუთო იმიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის გაფართოებას მოიცავს. ვაპირებთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას მივმართოთ. არჩევანი არ გვაქვს, რადგან ამის გაძლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია. ტრამპის შესაძლო საიმიგრაციო ცვლილებების გეგმებში დროებითი დაკავების ობიექტების გაფართოება და ეგრეთ წოდებული დარჩი მექსიკაში პოლიტიკის დაბრუნება შედის, რომელიც იმიგრანტებისგან მექსიკაში დარჩენას მოითხოვს, იქამდე ვიდრე ამერიკის საიმიგრაციო სამსახური მათ საქმეებს განიხილავს. ტრამპის მიერ შერჩეული ეგრეთ წოდებული საზღვრის მეფე ტომ ჰომენი ამბობს, რომ წესების მკაცრი აღსრულება საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე იქნება ფოკუსირებული. ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი უკანონო იმიგრაციის კრიზისის კვალდაკვალ მასობრივი სადეპორტაციო ოპერაცია უნდა ჩატარდეს. იმიგრაციის პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მასობრივი დეპორტაციები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ასუსტებს, რადგან იმიგრანტებს კრიმინალური შემთხვევების დამალვისკენ უბიძგებს. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ კრიმინალის შესახებ პოლიციას იმიგრანტებმა შეატყობინონ, ვიდრე ამერიკაში დაბადებულმა საშუალო სტატისტიკურმა პირმა. მაგრამ კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ როდესაც სამართალდამცავები იმიგრანტებისადმი სამართალს განურჩევლად აღასრულებენ, ისინი პოლიციას სხვა შემთხვევაშიც აღარ მიმართავენ. თუ იმიგრანტებს კრიმინალური წარსული არ აქვთ, მათ როგორც წესი მათი საიმიგრაციო საქმის განხილვამდე ათავისუფლებენ და დაკავების ცენტრში არ ტოვებენ. თუმცა შესაძლოა ეს პრაქტიკა შეწყდეს, რადგან მომავალი ადმინისტრაცია სავალდებულო დაკავების წესის შემოღებაზე ფიქრობს. ქვეყნის კანონიერი მუდმივი მცხოვრები რომ ვიყო, მწვანე ბარათის მფლობელი, ახლა ამ დოკუმენტს ყოველთვის თან ვიქონიებდი. ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ეს ზომები კრიმინალებს შეაჩერებს, თუმცა ექსპერტები ასე არ ფიქრობენ. მასობრივი დეპორტაცია სერიოზული დამნაშავეების პრიორიტეტიდან ამოღებას გამოიწვევს. როდესაც ადრე ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, მათ სერიოზულ დამნაშავეებზე ფოკუსის პირველ რიგში გამახვილების პრაქტიკა გააუქმეს. და სიურპრიზი არ იყო, რომ საიმიგრაციო სამსახურმა არაკრიმინალების დაკავება გააორმაგა. ექსპერტები ამბობენ, რომ კრიმინალების რიცხვი, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, გასამმაგდა. ტრამპის დაპირების მიხედვით ის იმიგრაციის საკითხს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების პირველივე დღეს მიხედავს.